სოციალ-ქსელში, სადაც მოქალაქეებს ეკითხება, მისცემენ თუ არა ხმას ისინი არჩევნებში გიორგი გახარიას და ლელოს პარტიას. ზოგადად რომ გითხრათ, რა ეტაპზე არის ახლა ოპოზიციაში დაპირისპირება, მაშინ როდესაც ჩვენ ნახეთ მათი მაჩვენებითი ერთობა შეიძლება ასე ითქვას მანამდე. ხო, არ ვიცი, ხა არ მინდა შევიდე მათ პოლემიკაში, თუ ვინ იღებს მონაწილეობას, ვინ არ იღებს მონაწილეობას, მათ დაპირისპირებაში ეს არ არის ჩვენი საქმე, რაც შეეხება ჩვენს გუნდს დაწყებული გვაქვს მზადება არჩევნებისთვის, საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნებია, ადგილობრივი თვითმმართველობა. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტები იქნა განხორციელებული როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, სხვადასხვა სოფლებში, ქალაქებში, რაიონებში, თუმცა არსებობს ძალიან ბევრი პრობლემა, არსებობს გამოწვევები, ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი და საზოგადოებას უნდა უთხრათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას თუ რას გეგმავთ ჩვენ, როგორ ვაპირებთ ამ პრობლემების მოგვარებას და რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება ძირითადი ყურადღება გამახვილებული. თუ ვერ მიიღებს ოპოზიცია, ან მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ეს მათი საქმეა, მე უფრო მგონია რომ რასაც ეტყვიან გარედან თავიანთი პატრონები იმ დავალებას შეასრულებენ, ასე რომ არ მინდა შევიდე მათ პოლემიკაში. რატომ ამ საკითხზე შეიძლება ბატონო ვერ განხორციელდა ოპოზიციაში ეს რაზე მიანიშნებს რომ გითხრათ თვითონ აი შიდა დაპირისპირება. ეს დაპირისპირება ყოველთვის იყო, ჩვენ გვახსოვს არაერთი ფაქტი იმისა, რომ რაღაც პლატფორმები იქნებოდა, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დროებითი როგორ შეიძლება, ხო? სხვადასხვა სამხედროების ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთი პატრონი ყავთ, გაერთიანდნენ ან კონდეთ რაიმე სახის ერთობა. წარმოუდგენელია უბრალოდ და ეს იკვეთება თუნდაც იმ განცხადებებში, რასაც ვისმენთ მათი ლიდერების მხრიდან, თუ რა განწყობა აქვს, რა დამოკიდებულება აქვს ერთმანეთთან მიმართ. ეს არის რეალობა. რატომ თქვა ბიძინა ივანიშვილმა უარი ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, თუ შეგიძლიათ გითხრათ ამერიკის საელჩომ გაავრცელა განცხადება მარკო რუბიოს მოთხოვნით 22-ში ელჩმა დანიგანმა ითხოვა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რათა ნაბიჯების შესახებ რა უნდა გადაიდგას ქართული ოცნების მხრიდან, მიეცა ინფორმაცია და ტრამპის გზავნილები გადაეცა. თუ მართლა გსურთ ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენა, დალაგება, გადატვირთვა, რატომ ამბობს ბიძინა ივანიშვილი ელჩთან შეხვედრაზე უარს? მე დარწმუნებული ვარ, ბატონი ბიძინა თავად გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განმარტებას, თუმცა მე გეტყვით ჩემ დამოკიდებულებას, ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ის, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ურთიერთობების გადატვირთვა პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის დამოკიდებულება, რაც იყო წლების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია. ამერიკა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, უნდა იყოს ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი. აი ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ აღდგეს ურთიერთობები, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ეს უნდა იყოს მეგობრული და პარტნიორი. ურთიერთობა როგორ ჩაგეკითხებით იგივე თუ შეიძლება იგივე თემაზე ჩაგეკითხებით. თუ ურთიერთობის აღდგენისთვის მზად ხართ, როგორ შეიძლება თქვენი პარტიის მთავარ წარმომადგენელი ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ მასთან არის საჭირო საუბარი და არა სხვა რომელიმე პირთან თქვენი პარტიიდან. მოთხოვნის მიუხედავად, რატომ უნდა ამბობდეს უარს? ეს ხომ იყო შესაძლებლობა მიეღო ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი პირადად ბიძინა ივანიშვილს და შემდეგ იქნებ მართლაც რამე ფორმით დაწყებულიყო ურთიერთობის გადატვირთვა. ეს უარი თქვენი მხრიდან არის თუ არა იმის დასტური, რომ უბრალო საუბარია ეს ურთიერთობის აღდგენაზე მინიშნებები და რეალური მზაობა თქვენ ამისთვის არ გაქვთ და არც. არა, მე გითხარით ამასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, თავად ბატონი ბიძინა გასცემს აღნიშნულ წერილს პასუხს, სადაც დეტალურად იქნება ყველაფერზე საუბარი. თუმცა გითხარით ჩემი დამოკიდებულება არის ის, რაც გითხარით რამდენიმე წუთის წინ, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ როდესაც დასანქცირებულია ჩვენი ქვეყნის რამდენიმე თანამდებობის პირი, დასანქცირებულია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, თან რის გამო? რომ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესები და არავის არ მივეცით შესაძლებლობა რომ იგივე პროცესები წარმართულიყო საქართველოში, რაც უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, არავის არ ვერჩით, ჩვენ არავის არ ვებრძვით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, ვიცავთ საკუთარ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მომავალს, შესაბამისად ურთიერთობების
ასე რომ ვთქვათ, ახალი ფურცლიდან დაწყება, რაზეც გუშინ თავად პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. თქვენ ნახეთ გუშინ მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ხაველაშვილის მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ და ამას რა თქმა უნდა მივესალმებით და მნიშვნელოვანია ჩვენთვის რომ დაიწყოს ურთიერთობები ახალი ფურცლიდან და მოხდეს იმ ურთიერთობების გადაწყვეტა რაც დაკავებული თანამდებობა და ვიცით ვინ შეცვლის მას ზოგადად როგორ აფასებთ მის საქმიანობას გასული წლების განმავლობაში და ასევე ახალ პირს მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი იყო ვახტანგ გომელაური რომელმაც უშუალოდ მისი ჩართულობით მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე სახელმწიფო გადატრიალების და დამხობის სცენარი აარიდა ქვეყანას თავს მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით მადლობა გადაუხადო ვახტანგ გომელაურს გაწეული შრომისთვის საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვო შემდეგ საქმიანობაში მართლაც ღირსეული ადამიანი იყო ღირსეული მინისტრი იყო ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო ახალ მინისტრს ეკას მინდა წარმატებები უსურვო ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შეიძლება ახლა მაინც უნდა ველოდოთ თუ არა ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩმა ვიცით რომ გამოძიების მოთხოვნის სურვილი გამოთქვა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბათუმში ასევე მისი განცხადებები გვაქვს მოსმენით ზიამაყურებელთან დაკავშირებით ზოგადად რა სტანდარტზე არის საუბარი რას როგორ შეაფასებთ როდესაც პოლიციაზე ძალადობა პოლიციაზე თავდასხმა ერთი მხრივ ანუ ასეთი განცხადებები ხო ნუ ის რაც ქვეყანაში ხდება პოლარიზაცია საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება საზოგადოების გახლეჩვა აი ზუსტად ელჩის განცხადებებს თუ გავიხსენებთ ერთ-ერთი წამხალისებელი არის ამ ყველაფრის და ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია დღეს სახეზე გვაქვს ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი ის განცხადებები რაც მოვისმინეთ ბატონი ელჩისგან ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი და სხვა არაფერი როდესაც პოლიციელებს უპირისპირდებიან მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან თურმე ეს არის დემოკრატიული პროცესები გვეუბნებოდნენ ხო და წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს დანარჩენ ჟურნალისტებზე რაც ვთქვით ბატონო კახი და დაშავებულ მოქალაქეებზე შეგიძლიათ მეც მომისმინოთ იგივე თემაზე მინდა რომ კითხვა დაისვათ ბატონო მნიშვნელოვანი იყო თქვა დაგიბრუნდებით ყველას გიპასუხებთ ხო ორი ერთხმაში რო ისაუბროთ ვერ გავიგებთ ბაჩაშვილის საქმეზე გითხეთ ამდენ მნიშვნელოვანი იყო ეს ოპერატიული ხო ნუ რა თქმა უნდა შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან და ქვეყანაში ზოგადად უსაფრთხოების დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება, რა თქმა უნდა, ამ სამსახურებზე გადის და ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამსახურების აქტიური მუშაობა, ჩართულობა, თუნდაც ეს კონკრეტული ღონისძიება, რომელიც იყო შესრულებული უმაღლეს დონეზე, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ორმაგ სტანდარტზე საუბრობთ, თქვენ როდესაც საუბრობთ ამ ორმაგ სტანდარტზე, რა სიტყვით ნაცემ ჟურნალისტებზე და მოქალაქეებზე, მათი საქმეები ამ დრომდე არ არის გამოძიებული და ამდენი ხანია არავინ არ გვინახავს დასჯით. ახლა როდესაც გომელაური გადადგა, შეიძლება თუ არა ველოდეთ რომ დავალების გამცემი პირები ხარება გომელაური მათ შორის აგებენ პასუხს იმაზე, რაც მოხდა ამდენი მოქალაქის დასახელება. ვინ მოქალაქეებზე საუბრობთ? თქვენ არ გინახავთ კადრები მოქალაქეების აქციების დროს როგორ აქციის მონაწილეებზე საუბრობთ? ეს საქმეები ამ დრომდე გამოუძიებელია და არავინ არ დაჭირდა. რაც შეეხება აქციას, ზოგადად ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და არის უმაღლეს დონეზე. ნებისმიერ ადამიანს თუ დაჯგუფებას შეუძლია გამოხატოს მისი მოსაზრება ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი ფორმით და კანონის ფარგლებში. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება 1, 2, 5 თუ 10 მოქალაქე, რომელიც გასცდება კანონის ფარგლებს, გადადის ძალადობაზე, აყენებს სიტყვიერ ფიზიკურ შეურაცხყოფას, სამართალდამცველებს, ამას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება. თქვენ გაქვთ ნანახი კადრები, როდესაც აქციის მონაწილეები პირდაპირ უსწორდებოდნენ პოლიციის თანამშრომლებს, ესროდნენ მძიმე საგნებს, ქვებს, მოლოტოვის კოქტეილებს და ასე შემდეგ. ამ ცხადია, ნებისმიერ დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაში მოყვება რეაგირება. თქვენი სურვილია რომ პოლიცია იყოს დაჩმორებული, თქვენი სურვილია რომ სახელმწიფო ინსტიტუციები არ მუშაობდნენ და იყვნენ დაჩმორებული მაგას ვერ ეღირსებით. დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, სახელმწიფო არის ძლიერი და რა თქმა უნდა ნებისმიერი მოქალაქის ინტერესს იცავს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც აქციის გზით და შეკრების გზით ეს ჩვეულებრივად დაშვებული ფორმაა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის პარალელურად. პოლიციის მანქანებში რომ მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაზე მინდა გითხოთ. რატომ მოდის გიხდით დამაგვიანდა და ამიტომ მინდა გთხოვოთ თუ შეიძლება კიდევ ერთხელ რომ გაგცოთ პასუხი, რატომ არ შეხვდა ელჩდანიგანს ბიძინა ივანიშვილი. ამასთან დაკავშირებით, აი რამდენიმე წუთის წინ ვისაუბრეთ და თქვენც იგივეს გაგიმეორებ, დარწმუნებული ვარ თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს განმარტებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია, რატომ ვერ შედგა ეს შეხვედრა? ჩვენ ვიცით რომ შეიძლება ბატონო თქვენ საუბრობთ პოლიციელები დაშავდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოქალაქეები რომლებიც პოლიციის მანქანებში იცამეს, ჟურნალისტები, ეს ადამიანები, ასობით ადამიანზეა საუბარი. რატომ არავინ არ დაშილა? ან ვისე ვერ დადგება არც გომელაურის დახარებას პასუხისმგებლობა მათი გადადგომის შემდეგ. ჩვენ ნახეთ ჟურნალისტებთან დაკავშირებით რამდენიმე მძიმე ფაქტი, რაც კატეგორიულად მიუღებელია, დაუშვებელია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება, რომ არის დაწყებული გამოძიება, რომელიც არის პროცესში და დაველოდოთ ყველაფერი იქნება ცხადი და ნათელი. ერთი რამ უნდა იყოს, ერთი რამ უნდა იყოს, ნახეთ, ერთი რამ არის ცხადი და მნიშვნელოვანი. როდესაც პოლიციელი დგას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან, პარლამენტთან, იცავს წესრიგს და ძალადობრივი აქციის მონაწილეები მიდიან, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე აღარაფერს აღარ ვამბობ, ესვრიან მძიმე საგნებს, ქვებს, მოლოტოვის კოქტეილებს, ამას ყოველთვის ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში მოყვება რეაგირება. თუ ჩემი სიტყვების არ გჯერათ, შეგიძლიათ ჩართოთ პარიზში, როგორი დამოკიდებულება აქვთ აგრესიული მომიტინგეების მიმართ, ნახოთ გერმანიაში, ბერლინში, როგორი დამოკიდებულება აქვთ ძალადობრივი ჯგუფების მიმართ, ეს იქნება ყოველთვის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს მისი მოსაზრება კანონის ფარგლებში, მაგრამ როგორც კი გაცდება კანონის ფარგლებს, ამას მოყვება რეაგირება. ტრამპის ადმინისტრაციასთან დალაგების პროცესზე თუ შეიძლება ბოლოს სიახლეები რომ გითხრათ, როგორ მიდის ეს პროცესი? პროცესს თქვენ ნახეთ გუშინ პრეზიდენტ ტრამპმა მიხეილ ყაველაშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და ქართულ ხალხს კი გითხარით მაგას ხო გაგეცით მაგაზე პასუხი და თუ გაინტერესებს ამაზეც გიპასუხებ თუ არ გაინტერესებს წავალ არ არის პრობლემა გუშინ მიულოცა პრეზიდენტ ყაველაშვილს ქართულ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა გუშინ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა აღნიშნულთან დაკავშირებით გამოეხმაურა ამ მნიშვნელოვან ფაქტს და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა რაც არსებობს და ვიყოთ კარგი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. სხვადასხვა პოზიციების მიმართულებით მოწინავე ადგილს იკავებს. ამდენად მნიშვნელოვანია ეს როგორ თქვა და რა ინდიკატორებმა განსაზღვროთ თქვა აი ამ წარმატების მოტანა ჩვენ. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ასეთი გამოხმაურებები. სტატისტიკა რაც არის, ეხლა თუ რეალურად უყურებთ რა ხდება ქვეყანაში და რეალური შეფასებებია და მან არ არის პოლიტიკური სპეკულაციები, ყველა ნათლად ხედავს, რომ ქვეყანა ვითარდება, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა და კონკრეტულად ეს შეფასებაც მეტყველებს იმაზე, რომ მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე. ცხადია, არავინ მინდა იფიქროს, რომ ყველაფერი საუკეთესოდ არის, არის გამოწვევები, არის პრობლემები და ამაზე გვაქვს სამუშაო და მუშაობთ კიდეც, მაგრამ ის შეფასებები, რაც კეთდება, ხო, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და სწორი. მინდელის ქუჩაზე მშენებლობაზე გითხავთ, ძოცის ქუჩაზე შენდება კორპუსები, იჭრდება კლდე და ფერდი, თეთრი კვადრატი აშენებს, როგორც გავიგეთ ამ კორპუსებს. გეოლოგები ამბობენ, რომ ეს ზონა არის მშენებლობისთვის საშიში, მეწყერ საშიში და მათ შორის ნუცუბიზის ფერდის მიმდებარედ თვლიან, რომ ნებართვა არ უნდა გაიცეს. რატომ შენდება ეს კორპუსები, რატომ გაიცა ნებართვა? შოთა ბერეკაშვილია ის, ვინც აშენებს ამ კორპუსებს და როგორც ვიცით, თქვენი ოჯახის ახლობელია. ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აშენებს. ეს არის კოოპერატიული ბინად მშენებლობით დაზარალებული ოჯახებისთვის განკუთვნილი პროექტი და ძალიან კარგად ვიცით, ჩვენ სად შეიძლება მშენებლობა და სად არის დაუშვებელი მშენებლობა. ჩვენ გვყავს შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, როგორ უნდა მოხდეს ქალაქის ურბანული განვითარება, როგორ უნდა მოხდეს ქალაქის სწორად აღმშენებლობა და რა თქმა უნდა ეს პროცესი არის შეუქმნელი. გეოლოგები გონებენ ამ პროცესს ბატონო კახა შოთა ბერეკაშვილის და თქვენი ოჯახის ურთიერთობა არაფერში
გარიგება არ შემდგარა საქმე რა ბრალდება საყენებული მის მიერ და რამდენი მნიშვნელოვანია ეს შევაფასოთ ქართული მართლმსაჯულების წინაშე მისი წარდგენა კიდევ და დაკავება ზოგადად. ხო, ну, ცხადია ნიშნულოვანი იყო, ასე ვთქვათ, მისი დაბრუნება ქვეყანაში, იმიტომ რომ არის კონკრეტული საქმე და არის კონკრეტული თემა, რასაც ედავებიან და რაშიც გამოიკვეთა მისი ბრალეულობა, შესაბამისად მისი ყოფნა, ვფიქრობ, და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა არის მნიშვნელოვანი. იგივე თემაზე გავაგზავნოთ თუ შეიძლება. ან გეოლოგები ცდებიან ამ საკითხში, როდესაც პრობლემას ხედავენ, რისკებს ხედავენ და შოთა ბერეკაშვილის და თქვენი ოჯახის ურთიერთობაც არაფერ შუაშია, რომ ასეთ რისკის შემცველ ადგილას შენდება ეს არანაირი რისკის შემცველი არ არის. სადაც პრობლემა არის, იქ ჩვენი შესაბამისი სამსახურები არ იძლევიან მშენებლობის ნებართვას და არავის არ ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ რაიმე პროექტი განახორციელოს. რაც შეეხება აღნიშნულს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელები, გვარები ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. ეს არის კონკრეტული პროექტი, კოოპერატივით მინამშენებლობის დაზარალებულთათვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში არავინ არ მიხედა ამ ხალხს და 3000 ოჯახი ამდენი ათეული წლების განმავლობაში ელოდებოდა აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და ჩვენ ვართ დედაქალაქის ის მთავრობა, ვინც აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაიწყო და ყველა ოჯახი იქნება გაბედნიერებული. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თქვენსა და შოთა ბერეკაშვილს შედგა რაღაც გარიგება და მხოლოდ ამ ფონზე გაიცა.